მოგესალმებით. კორუმი არის, ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა. დღეს დღის წესრიგით არის 4 საკითხი გათვალისწინებული. გთხოვთ დავამტკიცოთ დღის წესრიგი. მადლობთ. პირველი საკითხი საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მომხსენებელი ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი გიორგი კაკაურიძე, თანამომხსენებელი საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი. ბატონო გიორგი, გთხოვთ. დიდი მადლობა, მოგესალმებით, წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2024 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით, ასევე წარმოგიდგენთ მაკროეკონომიკური პროგნოზების შესახებ ინფორმაციას, რომელზეც უნდა დაიგეგმოს მომდევნო წლების ბიუჯეტები. პირველ რიგში დავიწყებ ანგარიშით. მოგეხსენებათ, გასულ წელს ჩვენ ბიუჯეტი დავგეგმეთ 5.2%-ის ოდენობით ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა წლის განმავლობაში ჰქონდა უფრო მაღალი ზრდის ტენდენციები. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ 9.4% ეკონომიკური ზრდა, ხოლო რეალური ეკონომიკური ზრდა, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი გაიზარდა 13.6%-ით და საბოლოოდ შეადგინა 91 მილიარდ 891 მილიონი ლარი. ერთსულ მოსახლეზე მთლიანმა შიდა პროდუქტმა შეადგინა 9.141 დოლარი. ინფლაციის კუთხით მოგეხსენებათ, ბოლო 2 წელი იყო საკმაოდ დაბალი ინფლაციით, მიუხედავად მაღალი ეკონომიკური ზრდისა, ინფლაცია იყო მის მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით ნაკლები. გასული წლის ბოლოს წლიური ინფლაციის დონე დაფიქსირდა 1.9%, თუმცა საშუალო ინფლაციის მაჩვენებელმა გასულ წელს შეადგინა 1.1%. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედ ფაქტორებს, დავიწყებ საგარეო სექტორის ვაჭრობის ნაწილით. გასულ წელს ვაჭრობა გაიზარდა 8.3%-ით, ჯამში შეადგინა 23 მილიარდ 485 მილიონი დოლარი, მაგალითად ექსპორტი იყო 6 მილიარდ 560 მილიონი დოლარი, ხოლო იმპორტის მაჩვენებელმა შეადგინა 16 მილიარდ 924 მილიონი დოლარი. მეორე მიმართულება საგარეო სექტორიდან არის ტურიზმი. გასულ წელს ვიზიტორთა რაოდენობა საქართველოში იყო 6 მილიონ 456,000 ვიზიტორი, მათ შორის უშუალოდ ტურისტული ვიზიტორების რაოდენობა შეადგინა 5 მილიონ 91,000. თუ შევადარებთ 2023 წელთან შედარებით, ეს არის 9%-იანი ზრდა, ხოლო პანდემიამდელ პერიოდს 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით არის უკვე 100%-იანი აღდგენა, 100.2%-ია. რაც შეეხება თანხის შემოდინებას ტურიზმიდან, აქ უფრო განსხვავებული სურათი გვაქვს. ჯამურად შეადგინა გასულ წელს 4 მილიარდ 425 მილიონი დოლარი, წინა წელთან შედარებით გაზრდილია 7.3%-ით, ხოლო 2019 წლის დონეს თუ შევადარებთ, გაზრდილია 135.1%-ით. შემდეგი მიმართულება საგარეო სექტორის არის რემიტენსები, თუ გადმორიცხვები, წმინდა ფულად იგზავნილები. აქ შემცირება გვაქვს 24 წელს 23 წელთან შედარებით, დაახლოებით 21%-იანი შემცირება და შეადგინა 2 მილიარდ 993 მილიონი დოლარი და ეს შემცირება დაკავშირებულია მთლიანად რუსეთის ფედერაციიდან გზავნილების შემცირებაზე. 2022 წლიდან 23 წლის ჩათვლით იყო საკმაოდ მაღალი ტრანსფერები, 24 წლის მეორე ნახევრიდან კი დაუბრუნდა უკვე თავის ბუნებრივ დონეს, შესაბამისად უკვე ჰქონდა კლებადი ტენდენცია და ჯამში ერთხელ მოგახსენებთ 2 მილიარდ 993 მილიონი დოლარი შეადგინა ჯამურმა. რუსეთის კლების გარდა სხვა ქვეყნებიდან ყველა ქვეყნიდან გაზრდილია ტრანსფერების მოცულობა. რაც შეეხება უშუალოდ ბიუჯეტის ნაწილში, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების შესრულება იყო გადაჭარბებით. ჯამში შესრულების მაჩვენებელი არის 100.4%, 25 მილიარდ 722 მილიონი ლარი იქნა მიღებული შემოსავლების სახით, მათ შორის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, საგადასახადო შემოსავლები, რომელმაც შეადგინა 23 მილიარდ 290 მილიონი ლარი და დადგენილი მაჩვენებლის 100.1%-ია. გრანტების ნაწილში მივიღეთ 346 მილიონ ლარამდე, ხოლო სხვა შემოსავლებში 2 მილიარდ
6 მილიონ ლარზე მეტი, აქაც 104.3%-ია შესრულება. რაც შეეხება პრივატიზაციას, 559 მილიონი ლარია მიღებული პრივატიზაციაში, 111.8%-ია შესრულების მაჩვენებელი, ანუ გადაჭარბება რაც არის ძირითადად სრულად მუნიციპალიტეტების და ავტონომიური რესპუბლიკების ხარჯზე მოხდა გადაჭარბებით შესრულება, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში 100.4% იყო შესრულების მაჩვენებელი. რაც შეეხება უმნიშვნელოვან პარამეტრებს ნაერთი ბიუჯეტიდან, ვალის მაჩვენებელი ჩვენ გასულ წელს დაფიქსირდა წლის ბოლოსთვის 36.1% მთლიანში და პროდუქტთან მიმართებაში, დავიდან 36.8%-მდე იყო განსაზღვრული, თუმცა მაღალი ეკონომიკური ზრდის ხარჯზე შესაძლებელი გახდა მისი შემცირება. რაც შეეხება ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელს, ის 2.5%-ის დონეზე იყო დაგეგმილი, თუმცა ფაქტიურმა მაჩვენებელმა შეადგინა მთლიანში და პროდუქტის 2.4% და ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვალის მოცულობა უკვე შემცირებული გვაქვს და ესეთი დეფიციტი გვაძლევს საშუალებას ეტაპობრივად კიდევ კლებადი ტენდენცია ჰქონდეს ვალის მაჩვენებლებს. რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში, აქაც როგორც შემოსავლები, ასევე ჯამური შემოსულობები გვაქვს შესრულებული გადაჭარბებით, შემოსულობების მთლიანი მოცულობა არის 100.1%-ით შესრულებული, შემოსავლებს რაც შეეხება 100.6%-ია, 21.858 მილიონ ლარზე მეტი მივიღეთ შემოსავლების სახით, მათ შორის გადასახადების სახელმწიფო ბიუჯეტის წილი იყო 20.196 მილიონი ლარი, 100%-იანი აქ შესრულება, გრანტები 335 მილიონ ლარზე მეტი, 126%-ია, სხვა შემოსავლები 1.316 მილიონი ლარი და 100.3%-ია. პრივატიზაციაზე წეხანაც მოგახსენეთ, 100.4%-ით შესრულდა, 301 მილიონი ლარი მივიღეთ სახელმწიფო ბიუჯეტში პრივატიზაციიდან, ხოლო სესხების დაბრუნების სახით მივიღეთ 354.6 მილიონი ლარი, ესეც 115%-ია დაახლოებით შესრულების კუთხით. რაც შეეხება სესხების ნაწილში, გასულ წელს საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მივიღეთ 1.521 მილიონი ლარი, 1.411 მილიონი იყო საინვესტიციო კრედიტების ათვისების მაჩვენებელი, ხოლო საბიუჯეტო დახმარების სახით მიღებულმა კრედიტებმა შეადგინა 327 მილიონი ლარი. ხოლო ვალის მომსახურებასა და დაფარვას რაც შეეხება, საგარეო წყაროებზე მივმართეთ 1.957 მილიონი ლარი, ხოლო საშინაო ვალების მომსახურება დაფარვაზე 794 მილიონი ლარი. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილს, მოგეხსენებათ ჩვენ გასულ წელს მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე დაჭარბი შემოსავლების მობილიზება ჰქონდა, შესაბამისად მეოთხე კვარტალში მოხდა ბიუჯეტის ცვლილებები 900 მილიონამდე გაიზარდა, 900 მილიონით გაიზარდა დაახლოებით ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და შეადგინა 25.930 მილიონი ლარი, საკასო შესრულებამ, ანუ ფაქტურმა ხარჯმა შეადგინა 25.946 მილიონი ლარი, შესაბამისად შესრულების მაჩვენებელი აქაც 100.1%-ია. რაც შეეხება უწყებების მიხედვით, უწყებების კუთხით შესრულება აქაც კარგი გვაქვს, ძირითადად 100%-დან ახლოს, თუმცა რიგ შემთხვევებში გვაქვს გადაჭარბებით შესრულების მაჩვენებლებიც, მაგალითად თქვენი კომიტეტისთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი უწყება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები შესრულდა გადაჭარბებით გასულ წელს 104.1%-ია შესრულება, 3.901 მილიონი ლარი შეადგინა შესრულების მაჩვენებელმა საკასო შესრულებამ, რაც შეეხება სხვა უწყებებს, დიდი ბიუჯეტის მქონე უწყებებზე მოგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრო 8.91 მილიონი ლარი და 100%-ზე მეტია შესრულების მაჩვენებელი, გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 757 მილიონი ლარი და 102%-ია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2.564 მილიონი ლარი და აქაც 100%-ზე მეტია შესრულების მაჩვენებელი. ასევე თქვენი კომიტეტის ინტერესიდან გამომდინარე მინდა მოგახსენოთ მუნიციპალიტეტებში DGG-ს მობილიზებასთან დაკავშირებით, ყველა მუნიციპალიტეტში რა თქმა უნდა გადაჭარბებით არის ნაწილი შესრულებული, ჯამში DGG-ს მოცულობა დაგეგმილი იყო 1.753 მილიონი ლარის ოდენობით, 1.773 მილიონი იქნა საბოლოო ჯამში შესრულება, რაც მობილიზებული იქნა. გარდა ამისა, მინდა ტრანსფერებზეც გესაუბროთ, გასული წლის განმავლობაში ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტების ნაწილში გადარიცხულმა თანხამ შეადგინა 1.370
8 მილიონი ლარი, ამაში არის როგორც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფული, ფონდი, მათ შორის სტიქია, მათ შორის სოფლის პროგრამა და მათ შორის მაღალმთიანი განვითარების ფონდი. მაინც რომ დავაზუსტოთ მაღალმთიანი განვითარების ფონდის ათვისებამ შეადგინა 19 მილიონ 980 მილიონი ლარი, ხოლო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის საკასო ხარჯმა 758 მილიონ 962.000 ლარი. გარდა ამისა, მოგეხსენება ჩვენ გარკვეული მემორანდუმები გვაქვს მუნიციპალიტეტებთან, მათი ფინანსური მართვის სისტემების გაუმჯობესებასთან ერთად ხდება გარკვეული თანხების გადარიცხვა და ესეთ შემთხვევაში გასულ წელს ჯამში გამოიყოთ მუნიციპალიტეტებს 17 მილიონ 50.000 ლარი დამატებითი ტრანსფერის სახით მოხდა ამ თანხის გამოყოფა. რაც შეეხება მომდევნო წლების პარამეტრებს, ჩვენ 25 წელზე მოგახსენებთ, ჯერ 25 წელი დავგეგმეთ 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე. პირველ 4 თვეში ჩვენ გვაქვს 8.8%, უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე ბიუჯეტის გეგმით არის, თუმცა ამ ეტაპისთვის პროგნოზის გადახედვა და ბიუჯეტის ახალ პროგნოზზე დაგეგმვა არ ხდება. შენარჩუნებულია 6%-იანი ეკონომიკური ზრდა წლევანდელი წლისთვის და მომდევნო წლებზე უკვე საშუალოდ 5.2%-ით გვაქვს განსაზღვრული. ინფლაციის მაჩვენებელიც მიზნობრივი ინფლაცია საშუალებრივი პერიოდში გვაქვს მიზნობრივი ინფლაციის გარშემო. დეფიციტის მაჩვენებელს ვინაჩვენებთ 2.5%-ის ფარგლებში მომდევნო წლების განმავლობაში, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ეტაპობრივად ვალის მაჩვენებელი შემცირდეს. ეს არის ის პარამეტრები, რაზედაც ჩვენ დავიწყებთ მუშაობას თქვენი თანხმობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიწყებთ მუშაობას 2026 წლის ბიუჯეტის მომზადებაზე. პირველი ვარიანტი ბიუჯეტის წარმოდგენილი იქნება თქვენს წინაშე 1 ოქტომბერს და შემდგომ უკვე საშემოდგომო სესიის ფარგლებში თქვენთან ერთად მოხდება მისი საბოლოო ვარიანტის შემუშავება და შემდგომი თქვენს მიერ დამტკიცება. დიდი მადლობა, ეს არის ჩემი მოხსენება, თუ გითხრებია, რა თქმა უნდა, მზადვარ კი პასუხობთ. მამდვილად ძალიან შთამბეჭდავი ციფრები არის, სულ რამოდენიმე ციფრს კიდევ ერთხელ გაუსმევ ხაზს. 2024 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალურ გამოსახულებაში 91 მილიარდ 891.8 მილიონი ლარით განისაზღვრა. თითქმის 92 მილიარდ ლარს მიაღწია ერთსულ მოსახლეზე 941.000 ამერიკული დოლარი, რაც რა თქმა უნდა ეკონომიკის რეალურ ზრდაზე მიგვითითებს და ეს ტენდენცია როგორც ყველა პროგნოზი გვეუბნება, წელსაც შენარჩუნებული იქნება და გაზრდილი. მადლობთ, დაბრძანდით, ქალბატონო მზია, თანამომხსენებელი და შემდეგ კითხვები თუ გექნებათ, დაუსვით მომხსენებლებს. მოგესალმებით, როგორც უკვე აღინიშნა, სამინისტროს ბიუჯეტი დაზუსტებული გეგმასთან მიმართებაში გასულ წელს გადაჭარბებით შესრულდა. შესრულება იყო 104.1% და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამ თვალსაზრისით, რომ რეალურად უპრეცედენტოდ მაღალი ბიუჯეტი ჰქონდა დაგეგმილი წლის ჭრილში, როგორც სამინისტროს და შესაბამისად ამ შესრულების ნაწილშიც მნიშვნელოვანი არის, რომ გადაჭარბებით ნათქვამი ციფრისა, რომ თანხის ოდენობა შეადგენდა დაახლოებით 154 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსის ათვისება შევძელით იმ კაპიტალური პროექტების განხორციელებაში, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ თანაბრძოლიერად მიმდინარეობდა კვარტალური შესრულებების ნაწილი და ათვისებების ნაწილი, შესაბამისად ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი არის, რომ ყოველ კვარტალში გადაჭარბებით მიმდინარეობდა ბიუჯეტის ასრულება, ისევე როგორც თანაბრძოლიერად იყო დაგეგმილი ბიუჯეტი ათვისების თვალსაზრისით. რომ მივყვეთ პროგრამულად ბიუჯეტის შესრულების კვალდაკვალ მთლიან ჭრილში, სამინისტროს ჭრილში, ასევე გადაჭარბებით იყო შესრულებული ყველა განმახორციელებლის მხრიდან დაგეგმილი ბიუჯეტი. განსაკუთრებით გამოვყოფ იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი ბიუჯეტის დაახლოებით 54% მიემართება საგზაო ინფრასტრუქტურისთვის, საიდანაც დაახლოებით 62% დაგეგმილი ბიუჯეტის ეს არის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობების ნაწილი, ხოლო სხვა ტიპის გზაგზაო
ინფრასტრუქტურის დაახლოებით 38% არის მიმართული და ეს ტენდენცია გრძელდება 2025 წლისთვისაც და პროგრამების მიხედვით ათვისებების ნაწილი რომ გითხრათ, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებისათვის გასულ წელს მიმართული იყო 2 მილიარდ 160 მილიონი ლარი, მათ შორის ჩქაროსნული ავტომაგისტრალისათვის იყო მილიარდ 271 მილიონ ლარზე მეტი, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის მიმართული იყო დაახლოებით 330 მილიონი ლარი, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა რეაბილიტაციისათვის 834 მილიონი ლარი, ნარჩენების მართვისათვის დაახლოებით 52 მილიონი ლარი, იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის დარჩენილი სამუშაოებისათვის დაახლოებით 4,8 მილიონი ლარი, ზოგად საგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა რეაბილიტაციისათვის მიიმართა 303 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებისათვის დაახლოებით 209 მილიონ ლარზე მეტი. აღსანიშნავია, რომ ამ თითოეული ციფრის უკან ის პროექტები, რომლებიც მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით, არის მასშტაბური, გარდა იმ მასშტაბური ინფრასტრუქტურული მშენებლობებისა, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურაში მიმდინარეობს. როგორც მოგეხსენებათ, გასული წელი დატვირთული იყო სხვადასხვა გზის მონაკვეთების გახსნით, როგორც ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან მიმართებაში, ასევე სხვადასხვა გზების მონაკვეთებთან მიმართებაში აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაოები. განსაკუთრებით მინდა გამოვყო, რომ დღეის მდგომარეობით რეალურად გასული წლის განმავლობაში დღემდე დაახლოებით 84 კილომეტრზე მეტი გზის გახსნის შესაძლებლობა ჰქონდა სამინისტროს და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არის მათ შორის, რომ ქვეშეთიკობის პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობდა და გასულ წელს ასევე დასრულდა გვირაბის გაჭრა, რომელიც როგორც მოგეხსენებათ, ერთ-ერთი უნიკალური არის არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, თავისი 9 კილომეტრიანი სიგრძითა და 15 მეტრი დიამეტრის უწყვეტი საავტომობილო გვირაბით, მათ შორის უნიკალური მისასვლელი ხიდები იქნება გათვალისწინებული, რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს მშენებლობა, ასევე მიმდინარეობდა აქტიური სამუშაოები სხვადასხვა გზის მონაკვეთების მშენებლობისათვის, ისეთი მაგალითად, როგორიც არის სტრატეგიული თბილისი-სადახლო, თბილისი-წითელი ხიდის მიმართულებით და ასევე გრძელდება მუშაობები თბილისის საგარეჯოს მიმართულებით, ბაკურციხე-წლონის მიმართულებით, გარკვეული მონაკვეთები, როგორც მოგეხსენებათ, საგარეჯო ბადიაურის მიმართულებით, მათ შორის კახეთის მიმართულებით გასულ წელსაც ჰქონდა შესაძლებლობა გახსნა და ამ წლის დასაწყისშიც. ასევე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ხულო-ზარზმის გზაზე, სადაც საფარი უკვე დაგებული არის 35 კილომეტრზე და წელს უკვე დარჩენილი მონაკვეთების დასრულება არის დაგეგმილი. ასევე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ხარაგაული-ფონა-ჩუმათელეთის მონაკვეთთან მიმართებაში, როგორც მოგეხსენებათ, წელს უკვე დავასრულეთ გომბორის გზის მონაკვეთის 33 კილომეტრიანი მონაკვეთის პროექტი და ასევე გარდა ამისა აქტიურად მიმდინარეობს ამ ეტაპისათვის მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც გათვალისწინებული არის ბათუმის სარფის გზის მონაკვეთის მშენებლობისათვის, რომელიც მათ შორის ერთ-ერთი გრძელი გვირაბი იქნება გათვალისწინებული. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ხაზგასასმელია, რომ უპროცენტოდ მაღალი კაპიტალური დანახარჯები ჰქონდა წყლის სექტორში, როგორც მოგეხსენებათ, ერთ-ერთი რთული სამუშაო გახლავთ წყლის სექტორში სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტებით ერთიანი ქსელის მოწყობა და ამ თვალსაზრისით 24 წლის განმავლობაში ქალაქების უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით ქვეყნის 20 ქალაქში მიმდინარეობდა შესაბამისი სამუშაოები და ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ უშუალოდ გარდა ამ 20 ქალაქისა და მათ შორის ამ ქვეყნის 100-ზე მეტ მდებარეობაში შედეგად ქვეყნის 100 მდებარეობაში მიმდინარეობდა სამუშაოები და შედეგად გასულ წელს მაგალითად გარდა ქალაქებისა, რომელიც ამ 100-ში შედის, მთლიანად 30 ლოკაციაზე ჰქონდა შესაძლებლობა, რომ სამუშაო დაგვესრულებია. მათ შორის ეს არის ქალაქი ვალე, ქალაქი ქარელი, ქალაქ ყვარელსი და მარნეულში აქტიურად მიმდინარეობს ამ ეტაპზეც სამუშაოები და რეალურად დასრულების ეტაპებზე არის და ასევე მნიშვნელოვანი არის ამ თვალსაზრისით, რომ აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები
სამუშაოები დაბა გუდაურში, მარტვილში, გრძელდება გამწმედი ნაგებობების მშენებლობების ნაწილი და ამ მიმართულებით კვლავ გაგრძელდება მუშაობა. ასევე განსაკუთრებით მინდა ხაზი გაუსვა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით სამინისტროში გასულ წელს განხორციელებულ სამუშაოებს, როგორც უკვე აღნიშნე, რეალურად 303 მილიონ ლარზე მეტი იქნა მიმართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რომელიც მოიცავს როგორც ახალი საბავშვო ბავშვების მშენებლობას, ასევე მოიცავს რეაბილიტაციას, ისევე როგორც სკოლებთან მიმართებაში გვაქვს ახალი სკოლების მშენებლობებიც, მათ შორის რეაბილიტაცია რომლებიც ხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე განვითარების პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს, ეს არის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია, არსებული სპორტული ინფრასტრუქტურების რეაბილიტაცია, როგორც მოგეხსენებათ, შესაძლებლობა ჰქონდა გასული წლის განმავლობაში არაერთი სპორტული ობიექტის დასრულების, მათ შორის მინდა გამოვყო ოლიმპიური ტიპის სპორტული კომპლექსები, რომელიც რუსთავში აშენდა, ასევე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის 1500 მაყურებელზე გათვლილი და რაც მნიშვნელოვანი არის სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობას აძლევს, ისევე როგორც განსაკუთრებით მინდა ხაზი გაუსვა დედოფლისწყალოს სოფელ არხილოკალში მოეწყო სპორტული კომპლექსი, რომელიც 100 მაყურებელზე არის გათვლილი, ძიუდოსა და ჭიდაობის დარბაზია, ფიზიკური მომზადებისა და ძალოვნური სხვადასხვა ძალოსნობის მულტიფუნქციურ დარბაზს მოიცავს, ასევე მარნეულში აშენდა ხელოვნურ საფარიანი საფეხბურთო სტადიონი, რომელიც 2000 მაყურებელზე არის გათვლილი, ასევე ბოლნიში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი მოეწყო და ამ მიმართულებით კვლავ გაგრძელდება, ასევე განსაკუთრებით ალბათ აღსანიშნავია თბილისთან მიმართებაში, როდესაც ყინულის მოედნის არენის მშენებლობა დასრულდა, თბილისში საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენის მშენებლობა დასრულდა რეალურად მიმდინარე წლის დასაწყისში, რომელმაც უკვე შეძლო, რომ ოლიმპიური ღონისძიებისთვის ემას პინცლა, ისევე როგორც ბაკურიანში ბიატლონის ახალი 3,5 კილომეტრიანი ტრასის მშენებლობის დასრულება მოხდა წელს და ისევე როგორც ზუგდიდში ზვიადგამსახურდია სახელობის ახალგაზრდული ცენტრისა და ბიბლიოთეკის მშენებლობა განხორციელდა. ეს იყო ძირითადი მიმართულებები, რაზეც მინდოდა ყურადღება გამემახვილებია, სიამოვნებით ვიპასუხებთ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, როგორც მოგეხსენებათ, პროექტები ძალიან ბევრი გვაქვს, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ყველა დასახლების დონეზე სხვადასხვა ტიპის აქტივობა განხორციელდეს, ამიტომ ამ თვალსაზრისით თუ ვერ შევძლო კონკრეტულ ლოკაციაზე პასუხი გაგცეთ, დამატებით დაგიბრუნდებით. დიდი მადლობა. ვცდილობთ ქალბატონოზია, ნამდვილად აქაც თვალშისაცემი არის ის გაზრდილი ფინანსები და შესაბამისად კონკრეტული საქმეები, რაც რეგიონებში ხორციელდება. გთხოვთ დავბრძანდეთ და კითხვები თუ გაქვთ მომხსენებლებთან დაკავშირებით. კი ბატონო. გთხოვთ ბატონო ვანზო. მადლობთ. მე მინდოდა ჩამოთვლილი იყო ხულო ადეგიანი მოდერძი ბათუმის მიმართულებით და ასე შემდეგ. მადლობა, მეტი თქმა არაფერი არ შემიძლია. ერთადერთი თუ შეიძლება არ იყო ასახული სხალთის ხეობის 6800 მეტრის სიგრძის გზა არის გასაკეთებელი და ორი ხიდი და ამ მიმართულებით თუ არის დაგმილი, იმიტომ რომ მოახლოეს დროში უნდა დაწყებულიყო, ჯერჯერობით სამუშაოები არ მიმდინარეობს და რა პასუხის გაცემა შემიძლია მოსახლეობაზე, გთხოვთ თუ გაქვთ პასუხი. მადლობთ. დიახ. მოგესალმებით. ქალბატონ ზიასთან გვექნება კითხვა, ძირითადად ეხება ინფრასტრუქტურას. მადლობას გიხდით პირველ რიგში ქალბატონ ზია რეგიონში ყველაზე დიდი სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის ჩვენს ქალაქში, ქალაქ ზუგდიდში აშენდა, უბრალოდ თუ გაინტერესებს, მოსახლეობას აინტერესებს, თუ როდის იგეგმება გახსნა. მადლობა ესე დიდი პროექტისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო საბავშვო ბაღების მიმართულებით უამრავი პროექტები განხორციელდა რეგიონში და მომავალში იგეგმება თუ არა
საბავშვო ბაღებისთვის გამოყოფილი მიზნობრივი რესურსში აღჭურვის ნაწილის გათვალისწინება, როგორც კაპიტალურ მშენებლობასთან ერთად. ეგ არის მნიშვნელოვანი და ამაზე თუ შეიძლება რომ გვიპასუხოთ. მადლობა. კი ბატონო. და ერთ შეკითხვას მეც დავამატებდი, აი საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა პირველი ფაზა არის აქ მითითებული. თუ არის შემდგომი ფაზა დაგეგმილი. კარგით, თუ მეტი შეკითხვა არ არის, მაშინ ძირით, ლადო გთხოვთ. მადლობა ბატონ გიორგის, ქალბატონზიას ძალიან საინტერესო მოხსენებისთვის. ქალბატონზია 2024-ში უკვე დაიწყო პროექტირებაზე მუშაობა, გულისხმობ საგურამ უნდა შემოვლით გზას და 25-ში რა იგეგმება ამის მიხედვით, რომ გითხრათ ასევე დიდი მადლობა. კარგით, მაშინ ადგილიდან ვეუპასუხეთ, ქალბატონზე ადგილიდან. კი ბატონო, მიგზავნით. მადლობა კითხვებისათვის. დავიწყებ გზასთან მიმართებაში, როგორც ვიცი, მოსამზადებელი სამუშაოების ბოლო ეტაპზე არის იმისათვის, რომ დაიწყოს აღნიშნული მიმართულებით საქმიანობა. ამაზე დამატებით შეგატყობინებთ და შევეცდები, რომ ეტაპობრივად მოგაწოდოთ ინფორმაცია სტატუსიდან გამომდინარე, როდის გვექნება პირველი შედეგი, როგორც ესეთი, აუცილებლად დაგიბრუნდებით ამ საკითხთან დაკავშირებით, ეტაპობრივად შევეცდები, რომ მოგაწოდოთ. რაც შეეხება ზოგადად ობიექტების გახსნას, რეალურად ვცდილობთ, რომ წამყვანი იყოს მუნიციპალიტეტი ამ ნაწილში და თქვენის ნებართვით მუნიციპალიტეტთან გავაკეთებთ ამაზე კომუნიკაციას და მაგის მიხედვით უკვე შევეცდებით. მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ობიექტი, რომელიც იქნება აშენებული, რომ სრულად იყოს დატვირთული, რეალურად მნიშვნელოვანი არის, რომ მომზადებული დახვდეს როგორც დაკომპლექტებული თანამშრომლებით, ასევე იმ განრიგით, რომელიც მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ობიექტის სიცოცხლისუნარიანობა იყოს შენარჩუნებული. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს დიდი პროექტი, რომელიც ფაზებად გვაქვს დაყოფილი, რომელზეც გაკეთებული არის სია პირველად საჭიროებებიდან გამომდინარე. ამ ეტაპისათვის იმ 885 გაცხადებული საბავშვო ბაღი და რომელიც ახალს და რეაბილიტაციას გულისხმობს, ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს 154 ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება, მშენებლობა და 99 საბავშვო ბაღის პროექტირება და რეაბილიტაცია. და მე როგორც ვიცი, ამ ზუგდიდი წარმოდგენილი არის არა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტით მიმდინარე პროექტების განხორციელების ნაწილში, ასევე წარმოდგენილი არის აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებელ პროექტებში, რომელიც ასევე ბატონმა ირაკლიმაც ახსენა საცხოვრისად ვარგისი ქალაქების პროგრამის ფარგლებში და ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა. გვაქვს შემდგომი ტიპის შემდგომი ეტაპის პროექტები, რომლებსაც ასევე დავიწყებთ და მათ შორის სამეგრელო ზემოსვანეთში და რაც ასევე თქვენ აღნიშნეთ აღჭურვილობასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარკვეული მოკვლევა მუნიციპალიტეტებიდან იმ საბავშვო ბაღების განსაზღვრის თვალსაზრისით, რომელ საბავშვო ბაღში არის საჭიროება ახალი ინვენტარის და შესაბამისად ამისი დაგეგმაც არის, ამისი განხორციელებაც არის დაგეგმილი, რომელზეც დამატებით გაკეთდება შესაბამისი კომუნიკაცია მუნიციპალიტეტებთან. რაც შეეხება ზოგადად საცხოვრისად ვარგის ქალაქებთან მიმართებაში, მართლაც განსხვავებული პროგრამა იყო და არის ამ ეტაპზე კვლავ მიმდინარეობს, რომელიც მათ შორის ითვალისწინებს ველისციხის უბნის რეაბილიტაციას, ისევე როგორც მესტიაში ლაღამის უბნის რეაბილიტაციას, როგორც საბავშვო ბაღების, ასევე სპორტული ინფრასტრუქტურის განხორციელებას და ამ თვალსაზრისით ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოები ახალი ეტაპის დასაწყებად, რომელიც მათ შორის ასევე გაითვალისწინებს მსგავსი ტიპის ობიექტების განხორციელებას, სამუშაოების განხორციელებას. ამ ეტაპზე არ შემიძლია რომ ზუსტი კონკრეტული ადგილები გაგისაზღვროთ, თუმცა ამაზე დამატებით გაკეთდება კომუნიკაცია, როდესაც უკვე პაკეტი მთლიანად იქნება შემდგარი.
რაც შეეხება ზოგადად თბილისის შემოვლით გზას ერთიან კონტექსტში გეტყვით, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ამ წლის ბოლომდე იქნება რეალურად საბოლოო პროექტი, რომელიც ეტაპებად იქნება დაყოფილი და როგორც გაცხადებული ჰქონდა პირველი ეტაპისათვის, რომელიც საჭიროებას მოიცავს და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ფისკალური თვალსაზრისით ერთ-ერთი ძვირადღირებული ნაწილი არის, ფინანსურად საკმაოდ დიდი დანახარჯები უნდა, ეს არის თბილისის შემოვლითის მეოთხე და მეხუთე ლოტები, რომლებსაც დავიწყებთ ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები, როგორც ფინანსთა სამინისტროსთან დამატებითი თანხების მობილიზაციის თვალსაზრისით, ასევე დავიწყეთ უკვე ჩვენ ერთ-ერთ განვითარების პარტნიორთან პროექტის განსახორციელებლად უკვე მოსამზადებელი სამუშაოები, რომელსაც იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ უკვე მომავალ წელს აქტიურად, რომ დავიწყოთ ამ მიმართულებით ღონისძიებები. მადლობა. მაშინ რახან საკითხი განხილულია და მოსმენილია. გთხოვთ, რომ დავამტკიცოთ საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში, აგრეთვე აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ, მთავრობის ანგარიშზე და საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზების და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ. გთხოვთ. კი ბატონო, თავი ხო არავის არ შეუკავებია, წინააღმდეგი თქვენი ხმა როგორ დავაფიქსიროთ? უნდა აწიოთ ხელი, მადლობთ. კარგით, გადავდივართ მეორე საკითხზე, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. მომხსენებელი გახლავთ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ქალბატონი მზია გიორგობიანი. კანონპროექტი დაჩქარებული წესით არის შემოტანილი. გთხოვთ. წარმოგიდგენთ ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, დაჩქარებული წესით არის წარმოდგენილი, გამომდინარე იქედან, რომ რეალურად სამინისტრო სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომელიც იყო ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად უშუალოდ პასუხისმგებელი ნარჩენების მართვის მიმართულებით არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა, ნარჩენების გადამტვირთის სადგურების მოწყობასა და მართვასთან მიმართებაში, გამომდინარე იქედან, რომ სამინისტრო გაიყო ორ ნაწილად, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო, შესაბამისად მიზანშეწონილად იქნა ჩათვლილი, რომ ამ რეორგანიზაციის ფარგლებში დასრულების ნაწილში აღნიშნული უფლებამოსილება გადაეცეს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გამომდინარე იქედან, რომ რეალურად პოლიტიკის განმახორციელებელი გახლავთ გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შესაბამისად მომზადებული იქნა შესაბამისი კანონპროექტი და საქართველოს მთავრობა შემოდის წინადადებით, რომ აღნიშნული საქმიანობა და უფლებამოსილება გადაეცეს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შესაბამისად წარმოდგენილი იქნება შესაბამისი მუხლი ნარჩენების მართვის კოდექსში და რაც შეეხება უშუალოდ განხორციელების ნაწილში, ამჟამად ინფრასტრუქტურის სამინისტრო არის უფლებამოსილი და მის მართვაში არსებობს კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მეშვეობითაც ახორციელებდა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამ ღონისძიებას და აღნიშნული იურიდიული პირის გადაცემა განხორციელდება ასევე გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის. ეს იურიდიული პირი, როგორც მოგეხსენებათ, გახლავთ ნარჩენების მართვის კომპანია. დიდი მადლობა. ბიუჯეტის თვალსაზრისით დავამატებ, რომ რეალურად წლიური ხარჯვის ნაწილში ამ თვალსაზრისით არაფერი არ იცვლება, ის მიმდინარე პროექტები, რომელსაც ამ ეტაპისათვის ვახორციელებთ, რომელიც ორ ტერიტორიაზე ნიშნავს სამეგრელოს ზემოსვანეთისათვის და ქვემო ქართლისათვის ორი ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას, შესაბამისად გაგრძელდება, როგორც მოგეხსენებათ, აქტიურად მიმდინარეობს და მოლოდინი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე იქნება ესენი აშენებული და ამ თვალსაზრისით ახალი ვალდებულებები
მიღწევები თუ მიმდინარე ღონისძიებები, მათ შორის სასესხო ვალდებულებებით ასევე გადაცემული იქნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის. დიდი მადლობა. ანუ ქაბადონზია რომ დავაკონკრეტოთ რომ ნათლად იყოს. ანუ საქართველოს ყარი ნარჩენების მართვის კომპანია გადადის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ქვემდებარე საქმე უწყება გახდება, ხო? დიახ. და პოლიტიკასაც იქ შეიმუშავებენ და შემდგომ ამის აღსრულებაც ამ კომპანიის მეშვეობით მოხდება. დიახ, როგორც მოგეხსენებათ, ნარჩენების მართვის კოდექსით გამიჯნული იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილება და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლებამოსილება, რომელიც ჩანაცვლებული იქნა ინფრასტრუქტურის სამინისტროთი ამ ეტაპისათვის და ეხლა უკვე როგორც პოლიტიკა, ასევე აღსრულების ნაწილი იქნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. კი ბატონო. თუ შეკითხვები არ გაქვთ, მაშინ დავაყენოთ ეს საკითხი კენჭისყრაზე, ვინ უჭერს ხარს ამ კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებს. დიახ, მადლობთ, გადაწყვეტილება მიღებული არის. მესამე საკითხი გახლავთ საქართველოსა, როგორც მიმღები და სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის, როგორც E5-ის დაფინანსებული პროექტის საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება განმახორციელებელი სააგენტო, აი ამათ შორის საგრატო შეთანხმების ნომერ 1 ცვლილების შეთანხმება. აქ მეორე საკითხიც არის თითქმის ანალოგიური, ალბათ ჯერ ერთი საკითხი განვიხილოთ და შემდეგ მეორეს დავუბრუნდებით. დიახ, გისმენთ. თქვენის ნებართვით დავიწყებ სასესხო შეთანხმებით, რომელიც გაფორმებული არის საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის, როგორც უკვე აღნიშნული მიმართულებით შედის ნომერი 1 ცვლილება, რომელიც ცვლილება გულისხმობს სესხის ხელმისაწვდომობის ვადის გადაწევას და აღნიშნული სესხის ხარჯვის შესაძლებლობა იქნება 2027 წლის ბოლომდე. აღნიშნული სასესხო შეთანხმებასთან დაკავშირებით შევეხები როგორც მიზნობრიობას, ასევე ფინანსურ პირობებსაც. ფინანსური პირობების ცვლილება არ განხორციელდება. სესხის თანხის ოდენობა გახლავთ 3.900.000 ევრო და განკუთვნილი არის საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაციისათვის და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ 12 საჯარო სკოლა არის განსაზღვრული აღნიშნული მიმართულებით, 6 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს სამუშაოები. ეს 6 საჯარო სკოლა გახლავთ თიანეთის სიმონიანთხევის სკოლა, გორის მერეთის სკოლა, წალკის საღდრიონის სკოლა, წალკის ნარდარევის სკოლა, ასპინძის ოშორას სკოლა, ახალციხის ურაველას სკოლა და დაგეგმილი არის, რომელზეც უკვე რეალურად სამუშაოები დაწყებული არის მოსამზადებელი, ეს გახლავთ თიანეთის ღულელების საჯარო სკოლა, თიანეთის სიონის საჯარო სკოლა, წალკის განთიადის საჯარო სკოლა, წალკის ბარეთის საჯარო სკოლა, ასპინძის ნაქალაქევის საჯარო სკოლა და ამბრულაურის ბუგეულის საჯარო სკოლა. აღნიშნული პროექტის განმახორციელებელი გახლავთ მუნიციპალური განვითარების ფონდი და მითი რეალურად შესაძლებლობა იქნება ამ პერიოდის განმავლობაში დაასრულოს ის სამუშაოები, რომლებიც არის განსაზღვრული, რომელიც მიმდინარეობს და ასევე რომელიც არის განსაზღვრული დამატებითი 6 სკოლა. ბატონო, შეკითხვები ხო არა გაქვთ? გთხოვთ. ბოდიშის მოხდით ახლა შეკითხვა არ გაგიკვირდით, მაგრამ მინდა ერის იმედის სკოლის თემა თუ განიხილება, სადაც აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ, იქ ავარიული სკოლა საერთოდ არაა იქ, დამერწმუნება ბატონი ირაკლი და თუ განიხილება და მიმართულებით არის საუბარი, მადლობთ. მადლობა. ქალტომზია საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება. მთლიანად სკოლების რეაბილიტაცია იგულისხმება მათ შორის მთლიანად სკოლის ამ ხელშეკრულებით თუ მხოლოდ სკოლების კონკრეტულად ენერგოეფექტურობა რო იყოს გაზრდილი. მადლობა. თუ პასუხობთ.
ერის იმედის საჯარო სკოლასთან დაკავშირებით მიმდინარეობს საუბრები, განათლების სამინისტროსგან ველოდებით ახლა ამ ეტაპისათვის სკოლების ჩამონათვალს, რომელიც უნდა აშენდეს ან რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით განახორციელებს ქვეყანა და ამ თვალსაზრისით არის მათ შორის სიაში პირველი მონაცემებით რა ინფორმაციაც მე მაქვს. რაც შეეხება ზოგადად შინაარს, რა სამუშაოების განხორციელება ხდება, აუცილებლად აღნიშნავ, რომ გარდა ენერგოეფექტურობის კომპონენტისისა, მათ შორის გულისხმობს სკოლების სრულ რეაბილიტაციას, რომელიც როგორც მოგეხსენებათ, სკოლების მშენებლობა რეალურად მე-20 საუკუნის დასაწყისში და შუაში არის განხორციელებული გარკვეული სკოლები, ისეთი სკოლები არის იმ სიაში, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით და ისევე როგორც ესი-დას მეშვეობით განათლების სამინისტრო ახორციელებს. შესაბამისად გულისხმობს მათ შორის კონსტრუქციულ გამაგრებებს და სრულ რეაბილიტაციას და ენერგოეფექტურობის კომპონენტში მათ შორის განიხილება იმ სკოლების, სადაც შეშის გათბობაზე იყო სკოლები, მათ შორის ერთიანი გათბობის სისტემებით ჩანაცვლებას, ისევე როგორც შესაბამისი ენერგოეფექტურობის გადახურვის, კედლებისა და დათბუნებების სისტემების გამოყენებას. და ერთს დავამატებ, რომ გამომდინარე იქედან, რომ რეალურად სამუშაოები გაცილებით მეტი ღირებულების იყო, ეს არის ის პრეცედენტი, ერთ-ერთი ის პრეცედენტი, სადაც საქართველოს მთავრობის თანამონაწილეობა რეალურად უფრო მეტი არის, ვიდრე ჩვენი განვითარების პარტნიორების დაფინანსება სესხისა და გრანტის თანხისოდენობით. ჩვენი მხრიდან მოლოდინი არის, რომ პირველი ეტაპისათვის დაახლოებით 7 მილიონი ევროს დამატება მოხდება აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის. გარდა იმ გადასახადებისა, რომელიც ქართული მხარის ვალდებულება გახლავთ. თუ სწორად გავიგეთ, აქ არის სესხი, რომელიც თუ არ ვცდები 3 მილიონ 900-ია, არის კიდე 2 მილიონი გრანტი და ზემოდან საქართველოს ბიუჯეტი ამატებს 7 მილიონს, რომ აი ამ 12 სკოლის სრული ეს დაგეგმილი რეაბილიტაცია მოხდეს. გასაგებია. დაგვიჭიროთ ხარი, გთხოვთ, ვინ არის მომხრე. მადლობთ, გადაწყვეტილება მიღებულია და მეოთხე საკითხი და განსხვავება რა არის ამ იმაშიც რომ გითხრათ. კი ბატონო, მეორე იდენტურად ჟღერს. კი ბატონო, ეს გახლავთ საგრანტო კომპონენტი აღნიშნული პროექტის, როგორც უკვე აღნიშნა 3.900.000 евро გახლავთ სესხის თანხისოდენობა, გრანტის თანხისოდენობა გახლავთ 2.600.000, აქაც თანხის ხელმისაწვდომობის ვადის გადაწევა ხდება სესხის ვადის შესაბამისად, ეს არის 2027 წლის ბოლომდე. აქაც იგივე 12 სკოლასთან სამუშაოების განხორციელება ხდება. დიდი მადლობა. კი ბატონო, ხო არა გაქვთ შეკითხვა ამ საკითხთან დაკავშირებით? არ არის შეკითხვა, მაშინ კეჭისყრაზე ვაყენებთ, ვინ არის მომხრე. გადაწყვეტილება მიღებულია, დღის წესრიგით გათვალისწინებული 4-ვე საკითხი განხილულია, კომიტეტის ხდომას დახურულად ვაცხადებთ. მადლობთ, ქალბატონო მზეა.